ეს ახლო აღმოსავლეთში არეულობის დროებია. და ირანთან ომის შემდეგ ახალი ინტერესები ჩნდება, რომლებიც შეიძლება რეგიონულ და გლობალურ გარემოს შეცვალონ. სამი ქვეყანა, რომლებიც გეოგრაფიულად დაშორებულნი არიან, მაგრამ საფრთხის აღქმასა და ინტერესებში ერთიანდებიან, ჩუმად ქმნიან ამ 10 წლეულის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სტრატეგიულ პარტნიორობას. ინდეთი, ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ბოლო თვეებში თავიანთ მტკიცე ორმხრივ ურთიერთობებს გასცდნენ და ის რაც ხალიბდება, არანაკლებ გამორჩეულია. ჩვენს ქვეყნებსა და ეკონომიკებს შორის თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობა არსებობს, საერთო ღირებულებებითა და მიზნებით, რომლებიც მშვიდობას, ტოლერანტობასა და კეთილდღეობას ეფუძნება. ჩვენს ქვეყნებს გეოგრაფიული საზღვრები არ აქვთ საერთო, თუმცა ისინი ერთიანდებიან მშვიდობისკენ სწრაფაში და ერთობლივ ქმედებებში კეთილდღეობისა და აყვავების მისაღწევად. მე ბევრმხრივ ხედავ ბუნებრივ ალიანსს ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ინდოეთს შორის. თუ აიღებთ ისრაელის ტექნოლოგიასა და ინოვაციას, თუ აიღებთ კაპიტალს და რა თქმა უნდა სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს, რაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვს. ტექნოლოგიის მხრივ, სხვა შესაძლებლობების მხრივ და რა თქმა უნდა მასშტაბით, წარმოებით, თავდაცვითი შესაძლებლობებითა და ინდოეთის წარმოებით, ეს ყველაფერი ერთად ქმნის დიდ ალიანსს. 2022 წელს ამ სამმა ქვეყანამ შეერთებულ შტატებთან ერთად დაარსა I2U2 სტრატეგიული პარტნიორობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ახალ სამმხრივ ალიანსს. იმ ახალ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობთ, საჭიროა გავაუმჯობესოთ სწრაფად თანამშრომლობის უნარი, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი შედარებითი უპირატესობები და სწორად შეუთავსოთ მოწინავე ტექნოლოგიები შესაბამის რესურსებს. საჭიროა ახალი მიდგომებით ვიფიქროთ ენერგეტიკის, სურსათის უსაფრთხოების და წყლის ტექნოლოგიების, თავდაცვისა და ვაჭრობის საკითხებზე. ჩვენი თითოეული ქვეყანა განსხვავებულ გამოწვევებსა და განსხვავებულ თვისებებს აძლევს საერთო საქმეს. მაგრამ სწორედ ეს ზრდის ჩვენს პოტენციალს კიდევ უფრო მეტად. ბოლო წლებში თითოეულმა ქვეყანათა წყვილმა ხელი მოაწერა რამდენიმე ორმხრივ შეთანხმებას ამ სფეროებიდან ბევრში. მაგრამ არის ერთი რამ, რაც მათ ყველაფერზე მეტად აერთიანებს. თავდაცვის სფეროში ჩვენ 10 წლეულების განმავლობაში გვქონდა ნდობით აღჭურვილი თანამშრომლობა. გასულ წელს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი ახალ განზომილებებს შესცენს ამ პარტნიორობას. ჩვენ ერთად წავიწევთ წინ ერთობლივ განვითარებაში, ერთობლივ წარმოებაში და ტექნოლოგიების გადაცემაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ ფორმალური ალიანსის ხელშეკრულება, ურთიერთდაცვის პაქტი ან ერთიანი სარდლობის სტრუქტურა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, ინდოეთსა და ისრაელს აქვთ საერთო საფრთხე, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო გამწვავდა. იცით, არასტაბილურობისა და ღრმად გაყოფილი მსოფლიოს პირობებში, ვფიქრობ, რაც აერთიანებს დასავლეთ აზიასა და სამხრეთ აზიას, ეს არის ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და რა თქმა უნდა ისრაელი. ამიტომ, რა თქმა უნდა, სათმე ეხება იმ ძალის წინააღმდეგ მოქმედებას, რომელიც ტერორიზმს სახელმწიფო პოლიტიკის სახით იყენებს. 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ ჰამასმა მნიშვნელოვნად გააძლიერა თანამშრომლობა პაკისტანურ ტერორისტულ ჯგუფებთან. ამავე დროს ისრაელმა და ინდოეთმა ასევე გააძლიერეს თავდაცვითი თანამშრომლობა, როგორც ღაზაში მიმდინარე ომის, ასევე პაკისტანის მხრიდან ინდოეთსა და ქაშმირზე განხორციელებული თავდასხმების გამო. ამას დაუმატეთ იერუსალიმსა და აბუ-დაბის შორის ირანთან დაკავშირებით გაღრმავებული თავდაცვითი თანამშრომლობა. მზარდი გაგებაა იმისა, რომ ამ სამ ქვეყანას რეალური საერთო საფრთხეები აქვთ. ასე რომ, როცა ინდოეთს ეს გააცნობიერა, ისრაელს ყოველთვის ჰქონდა ეს გაცნობიერება. და თუ ეხლა ბოლოდროინდელი მუხარების შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საემიროებსაც აქვთ ეს გაცნობიერება, ასე რომ არსებობს საერთო საფრთხეების, საერთო კავშირები და იზრდება ურთიერთობა, ბუნებრივი ალიანსური კავშირი ამ ქვეყნების შორის. და ეს მხოლოდ საერთო საფრთხეები არ არის, რაც ამ ქვეყნებს აერთიანებს, არამედ ასევე ახალი კონკურენტული ალიანსები, რომელთა წინააღმდეგაც ისინი ცდილობენ მოქმედებას. აქ იქნება განსხვავებული ტიპის ალიანსი. პაკისტანს, საუდის არაბეთსა და შესაძლოა თურქეთსაც შორის. და ჩვენ ნახეთ ოპერაცია სინდუდის დროს, გასულ წელს ფეჰელგაონ პერახის თავდასხმის შემდეგ, რომ ეს მხოლოდ პაკისტანელები არ იყვნენ, ვინც ინდოეთს ჩინური აღჭურვილობით უტევდნენ. ეს იყო ასევე თურქული დრონები, რომლებიც არაერთხელ გამოიყენეს ინდოეთის წინააღმდეგ. ბოლო 12 თვის მოვლენებმა აჩვენა, რომ ინდოეთს, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სამმხრივი არქიტექტურა ყალიბდება. და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ფორმირდება, მიმართულება ნათელია. უსაფრთხოების გაღრმავებული დაახლოება, რომელიც ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებით არის გამყარებული
და რომელსაც შეუძლია რეგიონი და მის ფარგლებს გარეთაც შეცვალოს.